უკვე ერთა ლიგის კლასიკად ქცეული საქართველოსა და ინგლისის დაპირისპირება უკვე მესამედ უპირისპირდება საქართველო-ინგლისს. ორივეჯერ მოიგო, ერთი ევროზე, ერთი ერთა ლიგაზე. ევროსი უფრო დაძაბული იყო, აი აქ საქართველო პირდაპირ უტევს, შეტევა მიქაუტაძე, რას შვება, დარტყმა და პიკფორდმა აიღო. პიკფორდი რას იზავს, მიქაუტაძე თუ გამოართმევს და ვერ გამოართვა და აუტი. საინტერესოდ დავიწყეთ ეს შეხვედრა. აბა, მოვიპარეთ ბურთი, მიქაუტაძეს დეპასი არ გავიდა. ჩაკვეტაძე მაინც იბრძოლებს, დარტყმა, ძალიან აქტიურად დავიწყეთ მეგობრებო. ძალიან აქტიურად და ძალიან კარგი არის. აბა მიქაუტაძე მოდივარ ჩეტევაზე, ხვიჩა დარტყა და ვერ გავიტანეთ სამწუხაროდ. მიქაუტაძე დააბზრიალა, ბურთიც დააბზრიალა და მეკარეც დააბზრიალა, ანგარიშიც დააბზრიალა 0-დან 1-მდე. გაიხსნა ანგარიში. ძალიან კარგია, ასე მალე რომ გავხსენით ანგარიში და ძალიან კარგად დავიწყეთ თამაში. ინგლისი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ დღეს არასრული შემადგენლობითაა. ერთი კეინი და დეკლან რაისი ყავთ კარგი. და აქ ჯარიმა იყო, ეგ რამდენად იყო ჯარიმა საკითხავია, მაგრამ მაინც დანიშნა. კიდე ჩვენი შეტევა, გვაქვს შანსი ბურთი რო ორამდე გავზარდოთ, ჩააგდო საჯარიმოში, პიკფორდმა მოხსნა დამატებაზე და 2-0, ოთარ კიტეიშვილი, ავსტრიული გოლი ჩამოგვიტანა, ანუ შტორმი გრაციდან ჩამოგვიტანა ძალიან კარგი გოლი. არ უმართლებს ევროპა ლიგაზე, მაგრამ საქართველოს ნაკრებში უმართლებს და აქ რა ხდება, აქ მიქაუტაძე დიზეთ სამჯერ ჩაუპატკატდა და ჩაუსიალდა უბრალოდ და ჯარიმაც იყო. ორჯერ არ იყო ჯარიმა, მაგრამ მესამედ დააფიქსირა არბიტრმა ჯარიმა. შეტევა და აქ დავჯარიმდით. შემდეგი თამაში გვექნება გერმანიასთან, კიდე შემდეგ ნიდერლანდებთან. გერმანიაც ძალიან ძლიერი არის, მაგრამ ინგლისს თუ ვუგებთ, რა კაი დარტყმა იყო. ინგლისს თუ ვუგებთ, გერმანიასთანაც არ უნდა გაგვიჭირდეს მოგება. აბა, პირდაპირ კარში აქედან ახლა გოლს ვერ გაიტანდა და ცოტა წავთამამდით მე მგონი, მაგრამ რა ვიცი. თუ გაიტანენ, თუ არა ახლა, მაგრამ მაინც გოლები უნდა გავზარდოთ უფრო და კვარა. ხვიჩა კვარაც ხელია. ეს რა გოლი მოიტანა PSG-დან, ძალიან მაგარია. ყველაზე ვიძახი რომ გოლი მოიტანა, იქიდან გოლი მოიტანა, აქედან არა. მოკლედ 3-0 რა, 0-3. აქ დეკლან რაისი, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. პირდაპირ კარში დაარტყა, მაგრამ არა ზუსტი იყო დარტყმა. პიკფორდმა ჩააწოდა. ერთადერთი ვინც ამ თამაში კარგი არის, ეგ არის პიკფორდი. რადგან ბევრ შემოტევას იგერიებს. 4-0 და მიქაუტაძის დუბლი. აბა რა. მიქაუტაძე წინავს ამ თამაში. ძალიან კარგია. აბა ინგლისელების შეტევა ჯერ არ გვინახავს საერთოდ. რაც მათ არ ცხვენთ და არ მენდომებათ რომ შერცხვეთ. და გერმანიამ უკვე ნიდერლანდებს 2 გოლი გაუტანა და აქ კუთხური დარტყმა აღარ გამოვიდა. ეგაა საქმე და ბურთისაც წავიდა. შორს და
კვარამდე აღარ წავიდა ბურთი, კიტეიშვილი და დაჯარიმდა. არა უშავს რომ დაჯარიმდა. კარგი. ინგლისელებს კიდე წავართვით ბურთი. ძალიან კაი დარტყმები გქონდა, მაგრამ ერთი მაინც რომ კარის ჩარჩოში წასულიყო, უკეთესი იქნებოდა. კარგი. და პირველი ტაიმი ინგლისი 4-0 გავანადგურეთ და მეორე ტაიმიც დაიწყო. აბა მეორე ტაიმში რას შევცვლით? რას შევცვლით რა ისინი რას შეცვლიან, იმიტომ რომ ჩვენ აღარ შეცვლა გვინდა უკვე ამ ხელა ანგარიჩით ვიგებთ და რა გოლთან იყო მიქაუტაძე ახლოს. რა კაი გოლთან იყო მართლა ბიჭო ახლოს ძილს მოხდა თუ არა კაი გოლს გაიტანდა და კიდეიშვილი